ზურაბ ჯაფარიძეს თხოვ ახლა სტუდიაში გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერს. კიდევ ერთხელ გადავუხდი მას დიდ მადლობას, რომ არის ჩვენი სტუმარი. ზურაბ, მადლობა დიდი. მადლობა და 2025 წლის ბოლო გადაცემა, რა თქმა უნდა, ამ სტუდიიდან უნდა გაგეხსნათ თქვენ, იმიტომ რომ წეგან ვახსენე, სრულიად უდანაშაულო ციხეში გამოკეტილი, არა მხოლოდ სინდისის პატიმრები, არამედ პოლიტიკური ლიდერებიც, ადამიანები და მათ შორის ერთ-ერთი იყავით თქვენც. კი გამოგიშვეს, მაგრამ როგორც მამუკა ხაზარაძეს, როგორც ბადრი ჯაფარიძეს, ეგრევე დაგაწიეს ახალი საქმე, ეგრეთ წოდებული ბომბეიდან ლონდონამდე საქმე, რომელიც იმის პროგნოზის გაკეთების საშუალებას ნამდვილად იძლევა, რომ მე ძალიან არ მინდა, მაგრამ შესაძლოა თქვენი თავისუფლება არც თუ ისე გრძელვადიანი აღმოჩნდეს. ნუ რეალურად მეც ეგრე ვარ და ვინც გამოვა, ეხლა გიორგი ვაშაძეს უწევს გამოსვლა. მე ალბათ მე გვარამია, ლაკას ამბავი ცოტა გაურკვეველია, იმიტომ რომ რაღაც ესეთი ტაიმლაინი ვადები არ ჩანს, მაგრამ ალბათ სადღაც ან შუაში ან მე ლაკა იქნება. ყველა ეგრე ვართ კი, ყველას თავზე ჩამოკიდებულია ცალკე ეს ამბავი, რომ ნუ რეალურად რაც გითხეს დავწერე კიდევაც ამაზე ციხიდან, რომ რეალურად გითხეს ის, რომ რაღაც ან უნდა გავჩუმდეთ და გავჩერდეთ, ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეთ და მაგ შემთხვევაში რომ არანაირი რაღაცა 7 და 15 წელი არ იქნება, მაგრამ თუ არ გავჩერდებით და არც ქვეყნიდან არ წავალ და გავაგზავნებთ იმის კეთებას, ასაც ვაკეთებთ, მაგ შემთხვევაში გვემუქრება 7-დან 15 წლამდე. გაგვასინჯეს რა არის ხო, რა არის ციხე და ეხლა გავასინჯებენ თავისუფლებაზე, ისევ რაღაც რა კარგია თავისუფლება და ასარჩევად ვიტოვებენ იმას, რომ თან ძალიან იგზნობა ეხლა ჩემ შემთხვევაში მათ შორის ეს პასპორტი ჩამომართვეს, პირადობა ჩამომართვეს და თვითონ ახლა რო გელაპარაკებიან, გძნობ მაგას რა, რომ მაგას გეუბნებიან, რომ რაღაცა ახლა თუ რომ პატიმრობა, ახალი პატიმრობა არის გარდაუვალი, ხო? აი როგორ რაღაცას გეუბნებიან, წინ გაგეუბნებიან, რომ თუ ეს კი ჩამოგართვით ახლა, მაგრამ ახლა თუ დაგჭირდა, იცოდე რომ რაღაც ახლა პრობლემას არ შეგიქმნით. თუ დაგჭირდა არის, რომ თუ წახვალ. პასპორტი. ხო, თუ წახვალ ქვეყნიდან დაიქნევ ხელს, კარგად იყავით. მაგ შემთხვევაში პრობლემას არ შეგიქმნით. იცი რა, ძალიან საინტერესოდ იკითხებოდა თქვენი სტატუსები, რომელიც Facebook-ზე ქვეყნდებოდა ხოლმე, ზოგ სტატუს ეთერშიც ვკითხულობდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო იყო, ძალიან ნაფიქრი. ეხლა კაცი მარტო რო რჩები, თან უსამართლობის განცდა მართლა დაგახრჩობს, ხო, რისთვის რჩები. სულ ვკითხულობდი ხოლმე, როდესაც მაგალითად კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში იყო საუბარი, ან ნებისმიერი დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერის ოპოზიციიდან, რომ რატო ზის ეს ხალხი და მართლა რამხელა უსამართლობა, წოლუკიანის კომისია, რომელიც შექმნეს წინა ხელისუფლების დანაშაულები უნდა შევისწავლოთო და ამ დროს თქვენ გიშვებენ ციხეში კაცს, რომელიც არასოდეს ყოფილა იმ ხელისუფლების ნაწილი. ეგ ისეთი უსამართლობაა, რაც მართლა დაგახჭობს, მაგრამ ფიქრისთვისაც ალბათ წეღანაც კითხეთ, ვიდრე ანონსს ვაკეთები, იყო ძალიან ბევრი დრო და მოდი შევაფასოთ საერთოდ რა იყო ეს 2025 წელი. აი ღირსების და უღირსობის თემა შემოიტანა წეღან ერთ-ერთმა რესპონდენტმა რეპორტაჟს უყურებდი პირველებში და აი რაღაც ამ კუთხით წავიყვანდი. ნუ ალბათ 2025 წელი დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო პერიოდში თუ არ ჩავთვლით 90-იანების დასაწყის, როცა სამოქალაქო ომი ჰქონდა და აფხაზეთში ომი და ცხინვალის რეგიონში ომი და თუ არ ჩავთვლით ალბათ 2008 წლის ომს, ალბათ ყველაზე მძიმე წელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ანუ ომებს თუ გამოვაკლებთ, სხვა ერთ-ერთი წელი ვერ შეედრება ამ წელს, იმ თვალსაზრისით, რაც ამ წელს მოხდა, როგორც ამ ერთ წელში უკან დახევა მოხდა ქვეყნის რაღაცა დემოკრატიული განვითარების და განვითარება, მაგრამ უკან წავედით ძალიან სწრაფი ტემპით. ჩემი აზრით რაღაც ბევრი გარდამტეხი რაღაცა იყო, სადაც თვისობრივად შეიცვალა თვითონ რეჟიმის ბუნება და სხვა შემდეგ ეტაპებზე გადავიდნენ რა და ეხლა გარეთაც მაგაზე ვლაპარაკობდით და უკვე სხვა სტადიაში არიან. იმაზე კი აღარ არის ლაპარაკი, რომ რაღაცა ბევრმა ადამიანმა გაიაზრა, რომ ეს არის რუსული რეჟიმი და მათ შორის აი დასავლეთი მიხვდა რაღაცა. დასავლეთი მიხვდა სიტყვაზე უკვე 2023-ში, 22-დან დაწყებული უკვე ხვდებოდნენ მისთან ქონათ საქმე. 2025 თვისობრივად განსხვავებული იყო იმ გაგებით, რომ თავისუფლება შეზღუდეს მაქსიმალურად. ანუ ადამიანებს უკვე რაღაცა ფიქრი შეზღუდვამდე არიან უკვე მისული. სადამდეც მიდის ზოგადად რეჟიმი. მისული არიან იქამდე, რომ თუ მაგალითად ტროტუარებიდან გაგვწიეს, რასაც ცდილობენ რომ გააკეთონ,
მაგის იქით უკვე შემოდიან მე შენ სოციალებში და უკვე სოციალების კონტროლი დაიწყება და ან აკრძალვა მოხდება სოციალების ან სოციალების ცენზურა და სოციალებში უკვე ისედაც არის უკვე ადამიანები დაჭერილი კომენტარებისთვის და სასამართლოებიც ხონდათ მათ შორის ჟურნალისტები. მიიღებს უკვე მასიურ სასიას და გასაგები იქნება რომ სოციალები ან იგზალება საერთოდ ან კონტროლი დაწესდება და ადამიანები დაიჭერენ უკვე იქ აზრის გამოთქმისთვის. კიდე ერთი დამახასიათებელი რაც იყო 2025-ის თვითონ ამ რეჟიმმა ბუნება გამოავლინა ბოლომდე. იმ გაგებით რომ ჩვენ რო ვიძახით რომ რაღაცა დაემსგავსება ეს ქვეყანა ჩეჩნეთს, ის რომ დაემსგავსა ჩეჩნეთს. ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ იმ თვალსაზრისით რომ მაგალითად ჟურნალისტებს ქუჩაში ურტყავენ, ეს ყველაფერი გადაღებულია და არავინ არ ისჯება. ან ჟურნალისტებს ტიტუშკები ესმიან თავს, კადრები გადაღებულია, ტიტუშკებს არავინ არ ზრდის. არ სჯის, არა მარტო ჟურნალისტებს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებს უყურებთ, ხო, კალაძის შტაბინის ჭყალებში შტაბინის წინ მელიქიშვილზე რა ხდებოდა, ხო, დაალეწეს ადამიანები და არც არაფერი, რავი. აქედან მხარეს დაკითხეს ვიღაცები და ვითომ არაფერი არ მოხდარა. მაშინ როცა რუსთაველზე ვიღაცა მთვრალი ნახევრად სპორტსმენი, ნახევრად ტიტუშკა, ნახევრად ძველი ბიჭი რაღაცა ისეთი გაგების ვიღაცა ტიპი მოდის და დანით და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს და ორ ადამიანს იჭერენ. და მე ხა გამოდის და კაი ბიჭობს და იძახის რომ ვითომ არა მე ძმაო არავის დაჭერა არ მინდოდა და გამოუშვან და რაღაც არ მინდა რომ სახში ხდენ ახალწელს რაღაც არა. ხო გასაგებია არ განახებე რომ შენ თუ რამეს გააკეთებ წინააღმდეგობას თუ გაუწევ დაგჯი, მოგიგონებ და ისე დაგჯი, გელა ხასაიას მაგალითია რომ სამი ადამიანი მოიყვანეს, ერთი იძახის რომ უყურებდიო, მეორე იძახის რომ ხელი მომტყდაო და მესამე იძახის რომ მე დამან ერთად ვსემეთო და თვითონ საპროცესო საფორმებს, ანუ სამივე გარეთ რჩება და გელა სამე ციხეში უბრალოდ ვიღაცა სამი ადამიანი რომელსაც არ იცნობს საერთოდ გელა ხო? ანუ ღიად აკეთ დემონსტრებას აკეთებენ იმისა რომ რასაც გვინდა იმას ვიზავთ, წინააღმდეგოს თუ გაგვიწევთ დაგლეწავთ, ციხეში ჩაგვსავთ და ვერაფერსაც ვერ გვიზავთ. მოგწამლავთ. კი, ოღონდ მაგას კიდე ემატება, რაც ყველაზე თვალშისაცემი არის, რაც რამდენიმე წლის წინაც კი შეუძლებელი იყო დემონსტრირება ღიად და თვალსაჩინოდ თვითონ როგორ ცხოვრობენ. აი ეს რაღაცა ჩვენება რომ აი ოქროზოდები გვაქვს, მილიონები გვილაგია სახში, ვილებში ვცხოვრობთ, გალავნები გვაქვს დიდი. და ვერც ახლოსაც კი ვერ მოხვალ ჩვენთან და გეუბნები რომ ჩვენ ესე ვცხოვრობთ და ფეხებზეც კიდია, აი ესე ვცხოვრობთ, ძალიანაც კარგათა ვართ და ხმას თუ მოიღებ, აქცემ ან დაგიჭერ. რაც არის ჩეჩნეთთან, ჩეჩნეთ მეტი არაფერი არ არის, სადაც შერწყმულია კრიმინალი, ფორმალური ძალაუფლება, ხელისუფლება, ერთმანეთში არაზელილი და დემონსტრირება მიხდის რომ ხო, რავი, კადიროვი და კადიროვის გარემოცვა, აი ესე ცხოვრობენ რა, რავი, მილიარდერები არიან თუ რაღაცა და ფეხზეც კიდიათ, ხმას თუ ამოიღებ, დაგალეწავენ თაობას, ან გაგაქრობენ საერთოდ, ან ჩაქვსამენ ციხეში. როგორც მოცემულობა, 2025-ში მოვედით მანდ, 25-მდე ეგ არ იყო. 24-შიც ჯერ კიდე ეგ მანდ არ ვიყავით, 25-ში უკვე მანდ ვართ. და მას აკეთებენ ღიად და დეკლარირებულად აღარ მალავენ საერთოდ. ხო, აი ეს არის ძალიან საინტერესო, რომ აღარ მალავენ და მაგალითად შესავალში მე რაზე ვსაუბრობდი, ეს თავისივე ტიპების დაჭერა, ყოფილი ფავორიტების ივანიშვილის და მართლა ეხლა გადის ეს კადრები მათი სახლებიდან ამოღებული ბახჩა ბრილიანტები და ოქროზოდები და სახში გადადებული მილიონები, ეგ ყველაფერი ხდება იმის დემონსტრირებისთვისაც, ალბათ, რა თქმა უნდა, ისინი ხა ამბობენ, რომ კორუფციას ვებძვით და ამაზეც მაინტერესებს სხვა შორის თქვენი პასუხი, მაგრამ იმის დემონსტრირებისთვისაც რა, რომ აი ესე ცხოვრობენ, მალაგაში წავა და სახს იყიდის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ზის ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ფულის გამო რაღაცა არნახული რეალობა დადგა. ჯარისკაცები ხო პრობლემა არის, გასაგები ჩვენთვის არის ხო ამხელა მორალური პრობლემაა, რომ ჯარისკაც ფულს პარა, მაგრამ იქით ორი ცალკე кейსი აქვს, ერთ кейსში ვიღაცები დაიჭირეს ბაგაბაღების ასაშენებელი ფული მოიპარეს და მეორე кейსია რომ ბაგაბაღების მომარაგებაში რავი საჭმლის ფული რომ უნდა მისულიყო და არ ვიცი ხელფასები და დასულა რაღაცა იქიდან წილი მიდიოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს აი მეტი მორალური დეგრადაცია ხო არ არსებობს სამყაროში ბავშვებისთვის პატარა ბავშვების ასაშენებელი შენობის ფული მოიპარე და მათი საჭმლის ფული მოიპარე არ მეტი რა უნდა მოხდეს კიდე სად შეიძლება მაგის ქვემოთ კიდე სად შეიძლება ჩახვიდო და ჩახვიდე მე კატასტროფა მართლა კატასტროფაა წეღან თქვი შესავალში და ეხა თქვენთანაც შევეგუეთ ამას რაღაცა შევეგუეთ მაგრამ მე მაინც მგონია რომ გამორიცხულია ყველაზე აქტიურმა მათმა მხარდამჭერებმა უბრალოდ თავის გულში რო არ გაიფიქრონ რომ უკაცრავად რამდენი მილიონი შეიძლება ამოუღონ ყოფილ პრემიერს სახლიდან ან უკაცრავად ღიად როცა ბრალსდებენ რომ
უცხოელი ბიზნესმენისგან ქრთამის სახით მილიონებზე არის საუბარი და ეს ერთი რაც გითხრეს და ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის უშიშროებაზე, უსაფრთხოებაზე, თურქი ბიზნესმენისგან ქრთამის სახით იღებს $1 million. ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან და ჩვენ საუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ კაცზე მართლა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა რომ კიდე რამდენში გაყიდა ვინ იცის. ხო, ანუ კაცმა არ ვიცი ჩვენო რა დათმო რა შეიძლება ქვეყნის რა ინტერესები შეიძლება ამ ყველაფერს ამ აღემიცემობას ეწირებოდეს. აი ზურა, როგორ თქვენ ჯერ კიდევ ციხეში იჯექით როცა დაიწყო, ხო ეს ამბები და აი თქვენი თვალით დანახული რა ხდება? კი, გადასაფარად, კი, BBC-ს გამოძიების გადაფარვა უნდათ, ამ რეპრესიების, უსამართლობის ას გადააჭარბა უდანაშაულო ციხეში გამოკეტილი ადამიანების რაოდენობა, მაგრამ აი თქვენ როგორ დაინახეთ, რა პროცესთან გვაქვს საქმე? გენერალური პროკურორი ბოტასების ქურდი კაცი, რომელიც მერე FSB-ს აგენტად ოფიციალურად დაასახელა ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა, დღეს მას ბრალი აქვს წაყენებული განზრახ-მკვლელობის ორგანიზება. მე რაც მახსოვს და შეიძლება გქონება რომ დავძაბო კიდე რაღაცები გავიხსენო, მაგრამ მანამდე მაგ შუალედში კიდე 3 დანაშაული აქვს მინიმუმ ჩადენილი აქ ამ ქვეყანაში. ერთი რაც მახსოვს პირველი იყო მერაბიშვილი რო გაიყვანეს და რო აკაჩავეს ჭყალებში, ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ იქ იყო მაგან და სოზარ სუბარი იყო მაგან ბავში გარეული, მაშინ სუბარს ებარა ციხეები, ვითომც არაფერი, მაგის გარდა რაც მახსენდება იყო აუდიტის სამსახურის უფროსზე თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე იყო მათივე სპორტის მინისტრი რო იყო, რომელიც სარდაფში გაიყვანეს და რეალურად აწამეს და მე ის ადამიანი გაქრა საერთოდ საჯარო სივრციდან. ესე რაც მახსოვს, კიდევ დავძაბო, შეიძლება კიდე რაღაცები გავიხსენო. და ჩვენის რაც ვიცით, ყველა იყო გადახლად, ანუ კრიშა კრიშა ბიზნესებისა, ვინც საქმის დამლაგებელ მომგვარებელი იყო, ვის რამდენი უნდა ჩაეტანა, ფაცხალაძე იყო ადამიანი, რომელიც მართავდა გენერალურ პროკურატურას და მართავდა სასამართლოს და ეს უცხო ყველა. რა მოხდა? აი როცა პირველად მოისმინეთ, რადგან წეღან თქვით, რომ ადრე არ ვუყურებდი ტელევიზორს და ციხეში გინდოდათ, არ გინდოდათ, გიწევდათ, რომ გეყურებინა. თქვენი პირველი რეაქცია რა იყო? ანუ რა ხდება? რატო აკეთებენ ამას? რეალურად რაც ხდება არის ის, რომ ხალხის უკმაყოფილება გზარდია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყოველდღე არ გამოდიოდნენ გასაპროტესტებლად, არა ეს უკმაყოფილება იზრდება მუდმივად ყოველდღიურად. ერთი რაც მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რაც ბევრჯერ მოვისმინე უკვე და მინდა ყველა ეთერში სადაც შანსი მექნება ეს გავიმეორო, რომ არავინ დაიჯეროს, რომ ამ ქვეყნიდან ხალხი რო გარბიან, მარტო რეჟიმის მოწინააღმდეგეები გარბიან, რეჟიმის მომხრეები გარბიან უფრო მეტი, თუ უფრო მეტი არა ყოველ შემთხვევაში პროპორცია ისეთია, რომ მათ სასარგებლოდ ეს არ შეიცვლება და იმათმა ეს იციან. თორე ეს არის ელემენტარული მათემატიკა, მინიმუმ ორჯერ მეტი ვართ ჩვენ, რაც ნიშნავს, რომ პროპორცია რო შეიცვალოს რეჟიმის სასარგებლოდ, ნიშნავს, რომ ყოველ ერთ გაქცეულ რეჟიმის ხარდამჭერზე აქეთან მხარეს 3 უნდა გაიქცეს. რაც ეგრე არ ხდება. თუ იქიდან ერთი გაიქცა, აქედან ორი გაიქცა, პროპორცია იგივე რჩება, მაგრამ თუ იქიდან ერთი გაიქცა და აქედანაც ერთი გაიქცა, პროპორცია ჩვენ სასარგებლოდ იცვლება მაგ შემთხვევაში. ანუ არავინ არ დაიჯეროს, რომ ხალხი რო გარბის და გარბის ხალხი ქვეყნიდან, ამითი იმათი პროპორცია გაიზრდება. ტყუილია ეგ. მინიმუმ იგივე რჩება და ნუ კვლევები აჩვენებს, რომ იგივე რჩება მათ შორის, როცა ზომავენ აი ევროკავშირის ხადაჭერას, რომ იგივე ეგ აჩვენებს, რომ კვლევების პროპორცია იგივე რჩება მინიმუმ. ეს არის მეორე მნიშვნელობა. რაც ხდება არის ის, რომ იციან, რომ უკმაყოფილება იზრდება, იციან, რომ ზაპოროჟიეში ეს არის მაინც ფეთქებადი სიტუაცია და ამ ფეთქებად სიტუაციაში ივანიშვილს აქ ეჭები, რომ ვიღაცას თუ აქ რაღაცა რესურსი დაგროვებული, ვაიდა ჩათვალოს, რომ ეხა არის მომენტი, როცა შეიძლება სიტუაცია ააფეთქოს და ამით ისარგებლოს და მას შეექმნას პრობლემა. ამის გამო ხდება ღარიბაშვილსაც, ლილუაშვილსაც, ყველას მეტი არაფერი არ არის. ჩვეულებრივი მისი ეჭები არის, რომ ვიღაცეები, ვისაც რესურსი აქვს და იცის ამ ორიმათ რაღაც რესურსი აქვს, ძირითადად ფული და ზოდები და რაღაცები აქვს შეგროვებული, ეს ხალხი რომ დაინახავს სიტუაციას, არ ჩათვალონ, რომ უკვე всё მოერყა რეჟიმი, იმიტომ რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია და ხო არ დადგა ის მომენტი, რომ ჩვენ ჩავეროთ და თან თავი გადავიჩინოთ, თან რაღაცა რესურსი ამაზე დავხარჯოთ და ბიზნეს წინააღმდეგ წავიდეთ. ეგ არის ერთადერთი ჩვეულებრივი დიქტატორებისთვის დამახასიათებელი რაღაცა პარანოიდული ამბავი არის, მეტი არაფერი მაგაში არ არის. არანაირი კორუფციასთან ბრძოლა ცხადი ეგ არ არის. ესენიც მაგით არის ხო თვითონ გაოგნებული, რავი, ხა ლილუაშვილა თავში არასოდეს არ მოსვლია. რაღაცა ბიზნეს წინააღმდეგ რაღაცა და რავი, გაოგნებული და მაგიტო იზახით ყველაფერი უფრისნება და რაღაცები, იმიტომ რომ ვერ ხვდება რას გადაეკიდა ხა ის კაცი რა შუაშია. შეიძლება უფალში ბიზნესა იგულისხმა მათი უფალი. მაგას ვერ გამორიცხავ, მაგას ვერ გამორიცხავ, მაგრამ ხო რაღაც ეგეთ, მაგრამ ეგ ხდება მეტი არაფერი არის და ეგ გაგრძელდება. იმიტომ რომ შეუძლებელია მე ბევრჯერ მithქვამს ეს რომ სურო ფანტასტიკური ვიღაცების ხელში იყოს ძალაუფლება. ძალით არიან მეოთხევადაზე იჭიმებიან ძალით. ანუ ძალით იჭიმებიან, ცემით, ტყეპით, გაზით დაწამლით და ამით იცნობენ რომ მეოთხევა და გაიწელონ. სულ კიდევ მე რომ აი კარგი ხელისუფლებას იყოს,
4 და ისეთი რაღაცა რომ აქ ხარ, ხო, რასაკვირველია. ამიტომ ეს უკმაყოფილება და ეს ისა არის მზარდი ბრაზი და ეგ აჩენს მე იქით ეჭებს რომ ვიღაცამ ამითი არის სარგებლოს და ამიტომ დაერია. სხვა ჩვენს თვითონაც ხო უფითილებდნენ ასე ვთქვათ ამ თემით, არ ვიცი ივანიშვილს თუ არ ვიცი ვის, მაგრამ აი ოპოზიციასთან რაღაც კავშირების მინიშნებაზე ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები ისე იტყოდნენ და ჟურნალისტები ეკითხებოდნენ ვინ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ანუ თვითონვე კობახიძე და მისი თანაგუნდელები ასე ვთქვათ სულ აკეთებდნენ ხოლმე ამ მინიშნებას. ხა ისინი სარგებლობენ ცხადია ამით. შეიძლება ივანიშვილის შიშებზე იდგა ეს განცხადება. ეგ ხო ეგ რო არსებობს ხო დადებდნენ აქამდე. დადებდნენ რაღაცა არის ჩატის მიმოწერებს ან რაღაცა არის შეხოდრის კადრებს. მაგისი არც ერთი წამით არ მჯერა. არა რა თქმა უნდა თავიდანვე სისულელეა. ხო მე ღარიბაშვილს ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენ მაგალითად ივანიშვილის წინააღმდეგ ნახევარი ნაბიჯი წინ წასულსაც კი აი ვერ წარმოვიდგენ და სულ მეცინება ხოლმე რომ აი ღარიბაშვილმა რაღაც არ გაუკეთა და კობახიძე უფრო მეც გაუკეთებს აი ამ ვერსიებზე მე პირადად სულ ეკამათები ხოლმე ნებისმიერ სტუმარს ვინც ამაზე საუბრობს მაგრამ აი შევხედე მე მაინც მგონია რომ ამ კორუფციის აღიარებით რეალურად თვითონაც ზიანდებიან ამის მე ამჯერა მაგის არა აბა მითხარი ჩვენ თუ წარმოდგენა გვაქვს რომ ჩვენ ცხოვრობ თუნდაც მეტნაკლებად დემოკრატიულ საზოგადოებაში მაშინ მაგ წინადადებას აქვს შინაარსი რომ ზიანდებიან თავის მომხრეებში უკმაყოფილება ამითი არ ღვივდება ფიქრობ აზრი არ აქვს იმიტომ რომ საბოლოო ჯამში კიდევ იმეორებ ფაქტს რომ იყოს აქ რო იყოს მეტნაკლებად დემოკრატია და საბოლოო ჯამში ამბავი რომ იყოდეს არჩევნებზე რომელიც შეიძლება მეტნაკლებად თავისუფლად სამართლიანი იყოს მაშინ მაგ წინადადებას აზრი აქვს რომ დაზიანდება ელექტორალური თვალსაზრისით იმიტომ რომ ხარდაჭერას დაკარგავს და მე არჩევნებზე შეიძლება დამარცხდეს და აქ ხო არჩევნები არ ტარდება ის ვინც გაბრაზდება მათი მხარდაჭერი ის იმათ ბაზაში ყავ და იმათ მათ რახს გადააწნიან არჩევნების დღეს მარტო თვითონ კი არ მოიყვანენ კიდე მიცემენ ჩემი მხარდამჭერის არ ვიცი რაღაცა 5 პირადობას რომელიც ახლა ემიგრაციაში წასული და მიაცემინებენ 6-ჯერ ხმას და მიივა ის და გააკეთეს მაგას იმიტომ რომ ეშინია და რადგან ეგეთი რეალობა არის მაგათ ფეხზე კიდე არ ადარდებთ ანუ ვის გაუჩნდება დემოკრატიაში მაგას აზრი აქვს რომ თქვა რომ ეს მისთვის არის დამაზიანებელი ოღონდ დამაზიანებელი არის შემთხვევაში თუ თუნდაც მინიმალური დემოკრატიის რაღაცა სტანდარტი, თუნდაც მინიმალურად თავისუფალ და სამართლიანი არჩევნები, სადაც დაზიანდება. მაგრამ როცა არა გაქვს არჩევნები და არჩევნებზე რეალურად სუსი მუშაობს და ხალხს ერეკებიან და აძლევენ სხვების პირადობებს და ატარებინებენ და 7-ჯერ და 8-ჯერ და ის გორელი რო იყო ის კაცი რო გაიქცა რომ ვიძახდა რომ თვითონ 20-ჯერ მივეცითო ხმაო მარტო ჩემ მანქანაში 5 კაცი ვიჯექითო. მაგ რეალობაში მაგას ამიშოვა კი გაბრაზდა, შეიძლება ძალიანაც გაღიზიანდა რომ დაინახა რომ ვიღაცას კილოიანი ზოდები აქვს სახში, გაღიზიანდა რომ ნახა რომ ისი რაღაცა არ ვიცი პრემიერი ყოფილი თუ რაღაცა 7 მილიონი უდევს სახში გაღიზიანდა მაგრამ რო გაღიზიანდა მე რა მაინც სამსახური აქ რაღაცა არის რომელიღაცა თვითმმართველობის სიფში ან აიფში არის გაფორმებული და ყოველთვის შემოსავალია ხო რაღაცა შემოსავალი მაღაზია დამოკიდებული რაღაცა რო იყოს პრობლემების შექმნა საერთოდ არ უნდა რომ გაღიზიანდა რა გამოვა ქუჩაში და ხმას ამოიღებს გამოვა და ალეწავენ თაობას პირველად პირველში მაგას ცემენ ვიდეო შემოგცემენ ჯერ მაგათ გალახავენ იმიტომ რომ მაგათიანია და ჯერ მაგათ უტყავენ და არჩევნებზე კიდე მე მიიყვანენ და თავის ხმას კი არა კიდე რავი 7-ჯერ და 8-ჯერ და 20-ჯერ მიაცემინებენ სხვების მაგალითად ხმას ამიტომ მაგას შინაარსი არ აქვს მაგ ფრაზას ესეთი ტიპის რეჟიმის პირობებში რომ ეს რაღაცა მაგათ აზიანებს არ აზიანებს შინაარსი ზურა წეგან გითხარით ფიქრისთვის ალბათ ბევრი დრო იყო ნამდვილად ის თვეები რაც თქვენ მოგიწიათ ამ 4 კედელში მარტოს რომ გაგეტარებინათ მაშ რას აქვს აზრი მე თქვენი თვალით დანახული აი 2026 მინდა ეხა რომ დამანახოთ ხო ჩეჩნეთია ბოტასების ქურდი კაცი ჯერ გენპროკურორი რო ხდება და მერე ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზატორად თავად ვერ უასახელებენ და ბრალს უყენებენ და პატიმრობას დაუსწრებლად უშტიან ეგ არის ნამდვილად გეთანხმებით ნამდვილად კრიმინალურ მაფიოზური მმართველობა და აი ამ რეალობაში მას რას აქვს აზრი იმის გათვალისწინებითაც რაც გელი თქვენ წინ რაც გელი ელის ოპოზიციის სხვა ნებისმიერ ლიდერს მამუკას ბადრის, გიორგი ვაშაძეს, რომელიც გარეთ გამოვა, გვარამიას, მელიას, ლაკას, აი ვინმე არ მინდა რომ გამომჩეს. ანუ რას აქვს მაშინ აზრი, მითხარი? ნუ ერთი იმითი დავიწყოთ, რომ ჩვენზე როცა არის ხა პოლიტიკოსებზე როცა არის საუბარი, ჩვენ ამ რაღაცის რეალობა რო აქამდე მივიდოდა ამის მოლოდინი ქონდა ყველას. რა წლების წინაც ვიძახდით რომ ჯერჯერობით ყველაფერი დამძიმდება, მანამ სანამ მე ყველაფერი კარგად არ იქნება.
ეს გარდაუვალი, იმიტომ რომ რაღაცა ლოგიკას მიყვება ეს ყველაფერი და მარტო საქართველოში არ მომხდარა და მარტო 21 საუკუნეში არ მომხდარა. სხვა შეიძლება რაღაც ნიშან-თვისებები არის, რომელიც დამახასიათებელია 21 საუკუნისო სიტყვაზე რაღაცა სოციქსელებს იყენებს ეს რეჟიმი და რაღაცა data მონაცემების ანალიზით უფრო მეტად არის დაკავებული, ვიდრე იყო 30 წლის იყო შესაძლებელი ან 50 წლის იყო შესაძლებელი, მაგრამ არსებითად თვითონ ესეთი ტიპის რეჟიმების ბუნება მაინც არის ერთი და იგივე და კიდევ გამარჯვება არც საქართველოში მომხდარა მარტო და არც მარტო ეხლა მომხდარა. ამიტომ მოლოდინი ჩვენი იყო ის, რომ აქამდე მივიდოდით, მათ შორის ეს მოლოდინი არსებობდა იმის გამო, რომ ადამიანების დიდ ნაწილს ამ ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენ დასავლეთში ჩვენ პარტნიორებს, წლების განმავლობაში უბრალოდ არ ჯეროდა ჩვენი, როდესაც ვეუბნებოდით, რომ ეს არის რუსული რეჟიმი. და ადამიანები დღესაც კიდე არის ადამიანები დარჩენილი, რომლებიც აქეთ არიან პროტესტში არიან და მე ხა გუში შეხვედრები მაქვს, რაც გამოვედი ყოველ დღე დილიდან საღამომდე მარტო ადამიანებს ხვდები და ველაპარაკები და დღემდეც კი ადამიანებს ველაპარაკები, მან სადღაც აზრები ცოტა დარჩა, მაგრამ არის ხოლმე კიდე შემთხვევა, როცა აზრები იყოფა, რომ აი მე რო ვეუბნები რუსული რეჟიმია, ვიღაცას არ ჯერა რა ბოლომდე რომ რუსული რეჟიმია და საბოლოო ჯამში რაღაც ცდილობს რომ ახსნა ვიპოვოს იმაში, რომ უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნება უნდა ივანიშვილს და მე მაქვს მილიონი არგუმენტი მაქვს უკვე დაგროვებული, რომელთაც შემიძლია დავასაბუთო, რომ ეს არ არის უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნების ამბავი, იმიტომ რომ მარტო ეგრო იყოს, ეს ქცევა არ იქნება და ძალაუფლების შენარჩუნება თუ გინდა, ყველაფერს თავი დაანებო სხვა რაღაცების მოყვარში, მაგრამ უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნება თუ გინდა, დედას არ აგინებ დასავლეთს რა. არაფერს არ ჭირდება. ანუ მართლა რასაც ლაპარაკობენ, რომ ვითომ აბალანსებენ, სინამდვილეში არაფერს არ აბალანსებენ. სინამდვილეში ღიად და ცალსახად არიან რუსეთისკენ. ბალანსი არის ის, როცა აღმასთანაც კარგად ხარ და ამასთანაც კარგად ხარ. სად არის ბალანსი? ანუ იქით დედას აგინებენ და აქეთ ყვეხტებიან, ხო? არ არის ბალანსი მანდ არ არის. მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნება თუ გინდა, ზუსტადაც რომ ბალანსი გჭირდება. სიტყვა და შევარდნაძე იყო მაგაში ალბათ საუკეთესო ტიპაჟი ქართულ პოლიტიკაში, რომელიც მართლა ბალანსს ცდილობდა სულ რაღაცა საფრთხეებსაც იმაშობდა წონიდა და ბალანსს ცდილობდა. სააკაშვილი ნაკლებად იყო დაბალანსებული, საერთოდ ღიად იქით იყო და აქეთ დაპირისპირებული იყო, ხო? ბალანსი თუ გინდა, სად არის? არანაირი ბალანსი არ არის, ხო? და ანუ რანაირად არის მარტო იმის ამბავ რომ ძალაუფლებას ინარჩუნებენ, არა, მაგის მიღმა არის კიდე რაღაცა და ეს მათ შორის დასავლეთშიც დაინახეს. ანუ ჩვენ ვიცოდით რომ აქამდე ეს მივიდოდა, ვიცოდით რომ საბოლოო ჯამში გინდა არ გინდა ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი რომელიც საკუთარ პოლიტიკოს ეძახვის, ის არის რაღაცნაირად ბრძოლის წინა ხაზზე. და ესეც გასაგები იყო, რომ პირველი ჩვენ მოხდებოდა, ანუ პირველი არ მოხდება. ხო, მაგრამ შეიძლება წარმოუდგენლადაც კი გამოიყურებოდა ამ პროგნოზის გაკეთება. აი, ძალიან რთული იყო, რომ ასე ერთი ხელის მოსმით, ან მიზეზიც არ უძებნიათ, რა უნდოდა, ხო? რაღაც მორიგ საბურავების საქმეს თუ ბომბეიდან ლონდონამდე საგზრავდნენ, რაღაც კომისია შექმნეს, არ მიხვედით, იმიტომ რომ არალეგიტიმური პარლამენტის კომისიას არ აღიარებდით და გაგიშვეს ციხეში. აი, ყველა ერთ და ამის წარმოქმნა შეიძლება გელა ხასაიას მაგალითი არის კარგი მაგალითი, ანუ ეგეც რო არ ყოფილიყო სხვა რაღაცას გელა ხასაიას შემთხვევაში უბრალოდ ჭირდებათ ვიღაც სამი უცნობი უცხო ტიპი, ვინ არიან არავინ არ ვიცით საერთოდ, რომელიც თვითონ არც ერთი იმისთვის ასაკეთებია, არც ისჯებიან. ანუ სამივე რჩება გარეთ. და გელას სამე ციხეში. მე გელაზე სხვა შორის ბევრჯერ მიფიქრია და მგონია რომ ეს რაღაცა მიცემული დავალი, აღებული ამადგან იყო დავალება, მაგალითად ჩვენ ვიცით გელას წარმოშობა აფხაზეთში, მისი აქტიურობა და უბრალოდ უნდა დაეჭირათ. ასე მგონია რომ ეს გავლილი თემა. გელას ბევრმა არ იცის, მაგრამ მაგალითად აი რომ თუ ვინმეს აინტერესებს და ერთ-ერთი ჩემი არგუმენტი ხშირად ეგ არის ხოლმე, რომ რაღაც არიან თუ არა ესენი რუსული რეჟიმი. და გელას არ უყვარს თავის თავზე რაღაცების ლაპარაკი. გელას რამდენჯერაც დაიჭერდნენ აქ თბილისში, მეორე დღეს გელას ოჯახს გალში ადგებოდა ბჭყალებში ეგრეთ წოდებული აფხაზეთის პოლიცია და ეუბნებოდა რომ გელა გაჩერდესო რა იქო. ხო და ამას გულისხმობ დავალება მიიღეს სრულ სინქრონში არიან ესენი აქ და იქ ბჭყალებში ეგრეთ წოდებული აფხაზური პოლიცია არიან სინქრონში. რა შეინტერესებს აფხაზურ პოლიციას ბჭყალებში, გელა აქ რას აკეთებს თბილისში. ხო საერთოდ რაში უნდა აღელვებდეს. მაგრამ ყოველ ჯერზე რამდენი გელას აქ ადმინისტრაციულად დააკავებდნენ, იქ მის ოჯახთან მიდოდნენ, ეუბნებოდნენ რომ გაჩერდეს რა იქ. ხო, ამიტომ მგონია რომ გელას დაპატიმრება ეს არ არის შემთხვევითი, არც მისი მხოლოდ აქაური აქტიურობის ამბავი. აფხაზეთიდან სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. ერთი ის რომ გელა არის იშვიათად წესიერი ადამიანი და ამ წესიერებას ასხივებდა გარშემო თავისი რა ვიცი ქცევი და ცხოვრები და იმით და ყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი მარტო მაგის გამო. მეორე არ ჩანდა ხშირად, მაგრამ გელას ძირითადი საქმიანობა იყო საქველმოქმედო ამბები. ეგეთი ტიპი არის რაღაცა უცებ შეება ვიღაცა შეხვედროდა და დაინახა რომ ამას რაღაცა უჭირს და დაიწყებდა ფულის შეგროვებას რომ იმას რაღაცა დახმარებოდა. და ამას აკეთებდა სულ რეგულარულად ნიში რაღაცა ძირითადი
мотивация რისაც ეს ცხოვრობდა ეს ადამიანი რომ უყურებდი იყო ეგ თორე გელას არის პოლიტიკოსობა და ის რაღაც ნაკლებად აინტერესებდა ძირითადად ის ამბავი იყო რომ ადამიანებს დახმარებოდა და მათ შორის აი უკრაინის ომი რო დაიწყო უკრაინელებს ეხმარებოდა მაგის გარდა უამრავ ვიღაცაზე დახმარებდა რაღაცა და შექმნა რაღაცა დიდი სოციუმი ადამიანებს რომელსაც მას პირადად იცნობდნენ და პატივსცემდნენ და ყველა მიცის რომ ვინ არის რაღაცა და მესამე არის ის რომ ამ ადამიანს გელას აქვს ძალიან მძაფრი სამართლიანობის განცდა. ხო არიან ეგეთი ადამიანები. შეიძლება ბევრს ქონდეს კიდევ მძაფრი სამართლიანობის განცდა, მაგრამ რეაქციას აძლევს. აი ვერ ეგუება რაღაცას და ამის გამო ამ ფორმიან ადამიანთან ქონდა უკამათი. შეურაცხყოფას კი არ აყენებდა რაღაცა, მაგრამ აი ბოლომდე რო ეხო იცი, აი რო ეკა არ სიტყვას არ არჩენდა. ხო არა, გადაწყვეტილი იყო რომ ის უნდა დაეჭირათ. მიზეზი რამდენჯერმე გააფრთხილეს მათ შორის და ჩვენს გეუბნება და ხოლმე მე რომ მიჭერდნენ ჩემ ემაციციან ერთადერთი ვისაც რაღაც იყო გელას რომ თავი არ დააჭერო და შოკი მქონდა რომ დავინახე რომ დაიჭერს და მე კიდევ უფრო შოკი მქონდა რომ გავიგე რაზე დაიჭირეს რომ სისხლის იყო და აღარ იყო ადმინისტრაციული ამბავი და ადმინისტრაციას მიჭერდა 4-დან რაღაცა არის ხო 4-დან 6 წლამდე თუ არ ვწდები გელას მხნეობა მინდა ვუსურო მართლა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია და საოცარი პატრიოტი რაღაც გამორჩეულია იმ თაობაშიც კი და იმ სოციუმში სადაც ყველა ის ადამიანი ვინც არის დაჭერილი და აქ მარტო პოლიტიკოსებზე არ არის ლაპარაკი, გდანში არიან თუ რუსთავში არიან, ქალთაციხეში არიან თუ კასტაციხეში არიან, მნიშვნელობა არ აქვს. უნიკალური ამბავი გვაქვს სინამდვილეში, რომელიც ეჭვი არ მეპარება რომ რაღაცნაირად ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერება, რომ 120-ზე მეტი ადამიანი, 124 თუ 125 ადამიანია ეხლა დაკავებული სისხლით და არც ერთი არ გატყდა. ანუ მე ამას სულ ვიმეორებ, რომ ჩემთვისაც კი მე ვიყავი ადამიანი რომელიც აი პროტესტს სანამ დაიწყებოდა ჯერ ხო ჩემმა კოალიციამ TSU-სთან გავაკეთეთ რაღაც აქცია და რამდენიმე აქციაც ჩვენ დავიწყეთ მათ შორის აი მათედევიძე ჩვენი აქციის მერე არის დაკავებული მანამ სანამ მასიური გამოსვლები დაიწყებოდა რა მაგრამ მაშინაც კი მე და რაღაცა რამდენიმე ადამიანი ვიყავით რომლებიც ვიზახდით რომ ხალხი თუ გამოვიდა ქუჩაში საბოლოო ჯამში ეს ხალხი მე აღარ შევა სახში იმიტომ დასაკარგი არაფერი აღარ აქვს რომ ისინიც ვაბანკზე არიან და ჩვენც ვაბანკზე ვართ რა მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მე აი ესეთი ოპტიმიზმით ვიყავი ამ აქციისთან და პროტესტანტებთან მიმართებაში ორი წუთის შემთხვევაში რომ გეთქვა რომ 120 კაცს დაიჭერენ და არც ერთი არ გატყდება მე არ და თავს მაგაზე არ და არა ეს წარმოუდგენელი ამბავი მე ხო ვიცი მათ შორის აი ჩემთან მიმართებაში ვიცი მაგრამ მარტო ჩემზე არ იყო ჩემზეც იყო ლაკაზეც იყო ვაშაძეც იყო ალეკოლისაშვილიც იყო გვარამიაზეც იყო მელიაზეც იყო მე ვიცი კონკრეტულად მეც რო ვიყავი მაგ ჯგუფში დასახელებული მინუს 3 ადამიანი ვიცი ვისაც ელემენტი ქუჩაში გამოუშვებდნენ, აუ ციხეში მრავალი წელი გაუშვებდნენ, მაგრამ ქუჩაში გამოუშვებდნენ, უბრალოდ რომ ეთქვა ჩემზე და თქვა ერთ პაკეტში ჩემზე მელიაზე, ლაკაზე, გვარამიაზე, ვაშაძეზე, მეორე პაკეტში ჩემზე ელისაშვილზე, მელიაზე რაღაცაზე, უბრალოდ უნდა ეთქვა რომ ჩვენ რაღაც დავავალეთ რაღაცა. ან მეორე შემთხვევაში უნდა ეთქვა რომ ჩვენ კაძელაშვილის წერილი ხო გასაჯაროდა ციხიდან, უნდა დაუმჯდარიყავი იმედის ეთერში და უნდა მელაპარაკა ის რაც სურდათ მათ. ეს ძალიან ეს მართლა აღმაფრთოვანებელია, რაზეც ჩემი მდგომარეობა ადამიანები 2 წლით და 4 წლით არიან ციხეში წასულები უბრალოდ იმის გამო რომ მე არ დამაბრალეს რაღაცა რეჟიმის დავალებით და არავინ არ გააკეთა ანუ წარმოვიდგინე 124 თუ 125 ადამიანიდან ერთი ამდენი ხანი გავიდა მისჯილი აქვს ხალხს 2 წელი 4 წელი 5 წელი იმაზე აღარა მაქვს ჩეჩინზე და იმას ლაპარაკი სადაც რაღაცა 8 წლიანი ისინი მიცეს ჩაუდეს და უბრალოდ გაყვეს საქართველოს მოქალაქეები გამოუშვეს გარეთ და არა საქართველოს მოქალაქეები იმის გამო რომ ჩათვალეს რომ ნაკლები ემპათია გვექნებოდა და ნაკლებად დავიცავდით ეს ზინოკინა გრიბული და ერთი უკრაინელია კიდე 4 ადამიანი ეგეთი ზუსტად იგივე იმითი არის ჩასვეს ციხეში მაგრამ არავინ არ გატყდა ხო და ეგ არის საოცრება აღმაფრთოვანებელია იმ დღეს ვამბობდი გადაცემაში არა დაშენდება კი არა ჩვენი ცხოვრება მოერგო რა მაკალიფს გულისხმობს ინდისის პატიმრების აი ამ გაუტეხელობას ამ ღირსებას როგორ მოერგო იცით რომ აი გადაცემასაც კი წინა გადაცემაში ვთქვი და ეხაც აუცილებლად სათქმელია რა ვერაფერს ვერ ვგეგმავ რაც არ უნდა ხდებოდეს ამ ქვეყანაში გადაცემას როცა ვგეგმავ ვფიქრობ იმაზე რომ ისინი ხო უყურებენ ციხეში ანუ არ მინდა რომ გავცდე თუნდაც 2 წუთით მათ ინტერესებს წარმოგიდგენიათ იმდენად ჩვენც გადავერთეთ მათ ამ გაუტეხლობაზე და ხანდახან როცა ადამიანი ძალიან იღლები და გულგატეხილობა ყველას გვაქვს
არ ვიცი ციხეში მოდის თუ არა ეგ გულგატეხილობა, მაგრამ აი გარეთ მოდის რა ხანდახან ცხენა გულგატეხილობა და აი რო გინდა ხოლმე რომ მიყარო რა ყველაფერი დავიღალე რო თქვა და მე უცებ გახსენდება რომ ის ხალხი არის ციხეში პატარები, ახალგაზრდები, ქალები, კაცები და ერთიც კი ვერ გატყდა და რა დაიღალე, წადიეხა და გადაცემა მოამზადე და იმუშავე. იცი ეს საოცარი წელი იყო რა, ამიტომ შემოვიტანე ახლა ჩვენ საუბარში ეს თემა. არ მოდის გულგატეხილობა. საბოლოო ჯამში ცოტა შევართული გასაგები იყოს იმ ადგილას თუ არა ხარ რა არის ეს, მაგრამ საბოლოო ჯამში თითოეული ამ ადამიანისთვის ეს არის მისი პირადი ბრძოლა. მათ შორის პირადი ბრძოლა არა უბრალოდ რაღაცა რეჟიმთან ბრძოლა, ტრაფარეტულად რო ესე შეხედო. აი საკუთარ თავთან ჭიდაობა და საკუთარ თავთან ბრძოლა არის. ამიტომ ეგ ისეთი რაღაცა არის. თითოეული მათგანი აი 100% შემიძლია თავი დაუდო, რომ თითოეული სულ რო გაჩერდეს ყველაფერი. აი სულ რო გაჩერდეს და არავინ არაფერი არ გააკეთოს, თითოეული მათგანი უბრალოდ ამ ბრძოლას გააგრძელებს, მარტო რო დარჩეს. საერთოდ იმის გამო რომ ეს არის მისი პირადი ამბავი. ხო და ჩვენც როგორ გადმოგვედო, ხო? ანუ ის რომ მარტო ვერ დარჩება. იმიტომ რომ გარეთ ადამიანები ცხოვრობენ მაგათით რა. ეგეთი ადამიანია, რომელსაც ეს არის მისი პირადი ბრძოლა და ყველა რო გაჩერდეს, მაინც ის ამ ბრძოლას გააგრძელებს. ჩემი აზრით, მან ყველაზე საუკეთესო ის იყო მზია ამაღლობელი სისტემა. მე მგონი დავწერი ამას. მე ხო რაღაცებს წერდი და მე რაღაცებს ვაგზავნდი, რაღაცებს აღარ ვაგზავნდი. რა დაიდო, რა არ დაიდო, აღარც ვიცი რა და ანუ აი ზიამაღლობელი რასაც აკეთებდა მთელი მისი პროცესის განმავლობაში აი წარმოუდგენელი ამბავი იყო მე მქონდა ეს სრული განცდა მქონდა რომ აი რავი შემიძლია გავჩერდე აი არაფერი არ ვაკეთო საერთოდ რა ანუ ეს ადამიანი რასაც აკეთებს რომ უყურებ უბრალოდ აზრს უკავგავ და ყოველას ბრძოლას იმიტომ რომ რა მარტო არის და მორჩა არც ჭირდება არც არავის ბრძოლა ჭირდება არც არავის გამხნევა ჭირდება არც გვერდში დგომა ჭირდება არც გაყოლა ჭირდება თავისი ამბავი აქვს თავისი პირადი ამბავი აქვს და რეჟიმს უდგას მარტო რომ არ ჯდებოდა ჯერ მარტო ეგ რა სურათი იყო რომ არ ჯდებოდა და რა უნდა გააკეთო ფიქრობდი, აი რა შეიძლება გააკეთო, რომ რაღაცნაირად ამ პროცესს წაეხმარო და პროცესში თავში არაფერი არ მომდიოდა, რომ იმდენად ეგ თან ხო ისეთი რაღაცაა რა, მაგისთვის ხო მზად არავინ არა ვართ. რა თქმა უნდა. აი რანაც შეიძლება ხო მზად იყო იმისთვის, რომ ეგეთ რაღაცას მაგ რაღაცა საჯარო ეგზეკუციას მოგიწყობს რეჟიმი, მაგის ვერასოდეს ვერ იქნები მზად, იმიტომ რომ არიცი ეგ რა არის, არ იცი და რა ვიცი, ამ ადამიანებს გაიარა, წარმოუდგენელი ამბავი იყო და მან თქონდა ეგ განცდა, რომ არის ყველა ეს დაჭერილი ადამიანები ეგრე არიან. მარტო რო დარჩეს, მარტო თავისი ბრძოლა აქვს და მორჩა. მეტი არაფერი არ ელოდება არავისგან არაფერს, უბრალოდ იცის, რომ ეს თუ არ გააკეთა, თვითონ ის აღარ იქნება, რაც არის. თან აი ეგ უსამართლობა, როცა რაღაცას აშავებ ადამიანი და არ გინდოდა, შეიძლება შემთხვევითობა მოიტანა, მაგრამ რაღაცა მტკიცებულებების გარე, ისიც კი ვერ დაუმტკიცეს თავიდან, რასაც ბრალს უყენებდნენ და ცრუმოწმები და მტკიცებულებების გარეშე ციხეში გამოკეტილი ხალხი და მათ შორის თქვენ ზურა, აი მე ხო საუბრობ პოლიტიკურ ლიდერებზე, ხო? ვინც ციხეში ზის, იჯექით და ვისაც კიდე გელოდებათ, მეორედ ვამბობ, მაგრამ ნუ ამ რეალობაში რატომღაც ესე მგონია, რომ გარდაუვალია ეგ ყველაფერი. აი უსამართლობა უბრალოდ დაგახჭობს, იმიტომ რომ მე რატომ იჭერ? იმიტომ რომ არ მოვედი, მე რომ ლეგიტიმაციას ვაღიარებდე, ხო იმ პარლამენტის წევრი ვიქნებოდი. არ ვაღიარებ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ მოვედი და მიშვებ ციხეში. აი ეს ისეთი უსამართლობის წელი იყო, მე გეთანხმებით წეღარაც თქვით, ხო იმ ომების პერიოდს თუ გამოვაკლებთ, ასეთი მძიმე არაფერი არ ყოფილა, ანუ არ მინდა რომ იყოს ჯაფარა გარეთ და დავიჭერ. არ მინდა იყოს გვარამია გარეთ, დავიჭერ. არ მინდა რომ ხაზარაძე და ბადრი იყვნენ გარეთ და დავიჭერ. გიორგი ვაშაძეს დავიჭერ. რა ვიცი, ყველას, ლაკას დავიჭერ, იმიტომ რომ მივიდა და საარჩევნო პლაკატს რაღაც სოლიდარობისთვის, სხვა დაკავებული ახალგაზრდა აქტივისტის სოლიდარობის გამო რაღაცა წააწერა. ეს ხო სიგიჟეა. მაგიტო ვერ წარმოვი. აი გასული საუკუნიდან ვაშუქებ პოლიტიკურ პროცესებს და მეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ესეთი რეალობა დადგებოდა ამ ქვეყანაში, რომ არალეგიტიმურად ცნობილი არ ვცნობ, შენ ვცნობ, თქვა, შენ თავს ვიღაც ხარ ოცნების კაცი თუ ხალი და შენ მეუბნები, რომ ხარ ლეგიტიმური, მე არ გცნობ, ჩემი უფლებაა, მე არ გცნობ და იმის გამო, რომ არ გცნობ, მიშვებ ციხეში, ამას ვერ წარმოვიდგენდი. 1997 წლიდან ვმუშაობ ამ პროფესიაში. სულ ლეგიტიმურიც იყო მინდა ის რომ ტროტუარზე დგომის აკრძალვამდე
მივიდოდა, ხო, ეგეც ძალიან რთული წარმოსადგენი იქნებოდა. ის რომ საწამებელი მინივენებს მოაწყობდნენ, სადაც სკამები აღებული იქნებოდა, შიგნით შეყიდნენ ახალგაზრდებს და ცემით მოკლავდნენ და მერე შეუყრიდნენ კიდე იმებს, ციტაკის სპრეებს და გაზის სიმებს და კარებს დაუკეტავდნენ. ეგეც ძალიან რთული წარმოსადგენი იქნებოდა. ის რა ესე ღია დღისით ანახებდნენ ჟურნალისტებს, რას უშვებიან და რეალურად ორი ჟურნალისტი ხარ, ერთი თქვენი მათ შორის ჭიხაძე, ერთი ფორმალ ჟურნალისტი, უბრალოდ გადარჩენილია სიკვდილს ორივე, ხო? კი, მაგას და მის და გიორგი შეწყვეტა. ხალხედურად არც იძიებენ საერთოდ, რომ რაღაცა ფორმალურად რაღაცა თქვან თუნდაც. თუნდაც ის თქვა, რომ გამოიძე და ვერ ვიპოვეთ, აი ეგეც კი არ აინტერესებთ, ხო? მაგის წარმოქმნა ძალიან რთული იყო. ისო საერთოდ მოახერხებდნენ თუნდაც საპოლიციო ძალებს შენ ფორმიანი ადამიანების ამ რაოდენობით ესე გადამზადებათ და მათ გადამზადებას და მათი ტვინების ესე წვენდას რომ გადიხარ და ფორმიანი ადამიანის თვალებში ხედავ და ეზიზღები ანუ ხედავ რომ ჩვენ გამოსული არის საომრად ერთი სული აქვს როდის დაგამტრევს თაყვანს და სისხლებში როდის გაისვრის ხელს და ამით იქნება კმაყოფილი ეგ მაგით ძალიან რთული წარმოსადგენი იყო რომ აი ამ დროში შეიძლება უცებ ესე გადაემზადებინათ ეს ხალხი და რაღაც კაცჭამიების ის შეექმნათ არმია ფორმიანი ადამიანების რომლებიც აუჩვეულ სანადიროდ გამოყოთ ადამიანებზე ჩვეულებრივ სანადიროდ გამოყოთ ჩვენ კიდე რა ბევრი რაღაცები დაგვავიდა მაგრამ შარშანდელის კადრები რომ ამოიღო და ნახო შარშან ნოემბერ-დეკემბერში რა ხდებოდა და რა ღამეები გვაქვს გატარებული რუსთაველზე აუ ეს ჩვეულებრივი ბლოკბასტერია ფილმია ისეთი რომელიც ეხლა რო გიხსენებ რაღაცა სიზმარივით აქვს სადღაც ქვეცნობიაში ჩარჩენილი იმიტომ რომ ეხლაც კი ძალიან რთული წარმოსადგენია რომ რა ხდებოდა მაშინ ისი მონაწილე ვიყავი და ყოველდილით რო იძრებოდა ხოლმე დაახლოებით 6 საათის იქიდან კორდონი და ეს რაღაც სურჩანთიანი ხალხი რომ მოგზდებდნენ საცემრად რომ მიათრევდნენ და კლავდნენ ცემით ახალგაზრდებს ყოველდილით რო ეგ ამბავი და შენ პასუხი არ გაქვს ადამიანს რომ როგორ როგორ იყო რთული წარმოსადგენი მაგის თქმა მინდა რომ ბევრი რამე იყო რთული წარმოსადგენი ძალიან რთული მე იმიტომ ვთქვი რა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ვაშუქებ პროცესებს პოლიტიკურს და ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ აი ამ ერთი წლის განმავლობაში რაზეც მიწევს გადაცემების კეთება ამის კეთება მომიწევდა მეორე მხარეც ხო აქვს უბრალოდ ნინგა მე იმის თქმა მინდა რომ ეს რთული წარმოსადგენი იყო მაგრამ ასევე რთული წარმოსადგენი იყო რომ დაიჭერდნენ სისხლით 125 ადამიანს და ადამიანები წავიდოდნენ 2, 4, 5, 8 წლიან ციხეზე ისე რომ არ გატყდებოდნენ ასევე რთული წარმოსადგენი იყო რომ სიტყვაზე დაიჭერდა პრაქტიკულად თელ რაღაცა პოლიტიკურ კლასს და მიუხედავად ამისა პროტესტი გააგრძელდა ჩვეულებრივად და ადამიანები გამოვიდოდნენ ასევე რთული წარმოსადგენი იყო ვინ დაიჭერებდა რომ წელიწადზე მეთხას მე როცა მაგას ვამბობდი რომ თუ ხალხი გამოვიდა ხალხი ქუჩაში აღარ შევა იმიტომ უკან წასასვლელი არ გვექნება მეთქი უმეტესობას ეგ არ ჯეროდა 1-2 ადამიანის გარდა თან მახსოვს ეს 1-2 ადამიანი პოლიტიკოსებიდანაც მახსოვს და არაპოლიტიკოსებიდანაც ვინც მეთანხმებოდა უმეტესობა მაგაზე არ თანხმდებოდა და პასუხი რა იყო იცი რომ აი ბელორუსები იდგენ 5 6 თვე და ქართველები დადგებიან ბიჭო 5 თვე 6 თვე დადგენ და წელიწადზე მეტი გავიდა და დგანან ყოველ დღე დგანან და ვერ მოახრჩეს ეს პროტესტი ძულებამდე გავიყინე ყველაფერი მეცვა რაც ხდება სახში მაგრამ მაინც გავიყინე მაგრამ ადამიანები დგანან რა შეიძლება არ არის ხა ის დიდი რაოდენობა ყოველ დღე მაგრამ რამიშობა პროტესტი არის შენარჩუნებული მიუხედავად იმისა რომ იჭერენ მიუხედავად იმისა რომ აჯარიმებენ მიუხედავად იმისა რომ უკვე ტროტუარზე დადგომას უგზალავენ ანუ ყველაფერი გავიარეთ და ავიტანეთ და ასევე რთული წარმოსადგენი იყო ჩვენ ყველაფერს გაუძლებდით და გავაგზავნებდით ბრძოლას და მე სულ მაგას ვამბობ საბოლოო ჯამში ჩვენი დამარცხება შეუძლებელია იმიტომ რომ უარს ვამბობთ დამარცხებაზე ხო და თან როგორი სიბოროტეა ხო ოფიციალურად გაფორმებული სიბოროტე აი ქიმიური მოწამვლა რაღაც თვითონაც თქვეს ტრიკლოეთილენი ხო სწორედ მოკლედ მაგას ნიშნობა არ აქვს ხო თვითონაც თქვეს BBC ჟურნალისტური გამოძიების საწინააღმდეგოდ ეგეც კი უბედურება და ქიმიური მოწამვლა ანუ ადამიანებს რა უქნეს მე სტუდიაში ჯერ კიდევ ალბათ თქვენ ციხეში იქნებოდით ხალხი მეჯდა დაზარალებული ჩვეულებრივად განადგურებული ჯანმრთელობი და მაგ დღეებს მოაყოლეს მე პირბადი საკრძალვა. ანუ ზუსტად იცოდნენ რომ რაღაც საშინელება გააკეთეს, გაუშვეს, იქაურობა დაიწამლა, პირბადეები აკრძალეს. ეხლა საერთოდ სადამდე მივედით. აი რუსეთიო მეტი რა არის რუსეთი ცარიელი ფურცელი ხელში რო გიჭირავს ამის გამო მილიცია რომ მოდის და რო გაპატიმრებს. წარმოიდგინეთ აქედან გავდივართ, მიჭირავს ცარიელი ფურცელი, გავარ ტროტუარზე და შეიძლება ერთი წლით აღმოჩნდეთ ციხეში. ეს ქიმიური არ არის ამბავი მინდა შენ ეთერშიც ვიტყვი მაგას რა რომ მნიშვნელოვანია რომ ადამიანებს ესმოდეთ რაღაცებს რო აკვირდებოდი მათ შორის როგორ შუქდებოდა რაღაცა ჩამჩად და სამი რაღაცის თქმა მინდოდა სულ და რო გამოვედი ხა სადაც ეთერში ჩანჩნი ექნება ყველგან ვიმეორებ ამას. ერთი ამ პროტესტის დროს მაშინ გაიწუცა ძალიან ბევრი ადამიანი
და ყველას არ შესხმიას ქიმიური ნივთიერება და იმ ადამიანებს რომელსაც არ ქონიათ წვა და რაღაცა ნიშნები უნდა ესმოდეთ რომ ყველა გასხმაში არ იყო ქიმიური ნივთიერება. მე გაწუწული ვარ ორჯერ CSKO-სთან ადრე და BBC-ს იმაში ვიყვება ის GDD-ს ყოფილი თანამშრომელი, მე იქ ორჯერ გავილუმპე თავიდან ბოლომდე არანაირი წვა არ მქონია. მარტო სულთა წყალი მომესხა. ვიღაცებს შეება CSKO-სთან რუსთაველზე გავიწუწე, შარშან გავიწუწე რუსთაველზე ორჯერ. წინიდან თავისუფლად მომავალმა მანქანა რომ გამწუწა ნული არაფერი, ჭიჭინაძეზე მანქანა რომ გამწუწა, ჩოლა ცეცხლი მეკი და 3 დღე. ანუ ყოველს ჩემი შხაპში შესვლა, როგორც კი თბილ წყალზე ფორები ფართოვდებოდა, არ ვიცი რა გამხსნელი იყო გამოყენებული, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ჩემ შედიოდა შიგნით და მქონდა დაახლოებით 1 საათიანი წვა, როცა ვიჯექი და მაკანკალებდა და 1 საათი უბრალოდ ვიცოდი, რომ გამეძლო მესამე დილით ჩოლები შიში მქონდა შხაპში შესვლის. ანუ იმდენჯერ 3ჯერ რო გადავიტანეს და მესამე მეგონა რომ კიდე თუ შევიდოდი, კიდე შეება ამწოდა და მესამე დღეს აღარ მქონდა. გამიარა. ეს არის ერთი რომ ამ ადამიანს უნდა ესმოდეთ, რომ ვისაც არ ქონია წვა, უნდა ესმოდეთ, რომ ყველა მანქანაში შეიძლება არ ეცხა ეს ქიმიური ნივთიერება. ან ყველა გასხმაზე არ ასხავდნენ ამას და არ იფიქრონ, რომ ვიღაცები ვიწყებიან ისტორიას, რომ მე ამეწვა რაღაცა და თვითონ არა ეწვათ, არ იფიქრონ, რომ ვიღაცა შეიძლება ამას იგონებდეს რაღაცა. არა. ძალიან ბევრი ხალხს ბევრი ადამიანი მე ვარ ერთ-ერთი, ვისაც ეს წვა ქონდა, ოღონდ ყველა ჯერზე არა. 3-4 ჯერ ვარ სულ გაწუწული და აქედან ერთხელ მქონდა მარტო და 3ჯერ არ მქონია. ხო, როდის რა იქნა გამოყენება? ეს მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს არ იფიქრონ, რომ ვიღაცები რაღაცას ხო არ იგონებენ, თუმცა ძალიან ბევრი ხალხი გაიწუწა მაშინ და შეიძლება ყველა ჯერზე ყველას ქიმიური ნივთიერება არ შეესხა. მეორე რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ესმოთ ადამიანებს, ესენი ვერ დაუძვრებიან ამ თემას, იმიტომ რომ მე მაქვს სამედიცინო განათლება და ქიმიაში კარგად ვსწავლობდი ქიმიას და მათ შორის ორგანული ქიმიას ნასწავლი მაქვს. რაღაცა ნივთიერების ქიმიური ნივთიერების გამოყენება შეიძლება თუ არა ჩაითვალოს როგორც ქიმიური რაღაც გამოყენება, დამოკიდებული არ არის მარტო ფორმულაზე და ეს მინდა სულ ვიმეორო, ეს არის დამოკიდებული მარტო ფორმულაზე, ეს არის დამოკიდებული ასევე ამ ნივთიერების გამოყენების ფორმებსა და ინტენსივობაზე, თორე ამ ჭიქაში ხა წყალი რვასხია, წყალია და არანაირი ქიმიური არაღი არ არის, მაგრამ მე თუ ეხა ვენაში შინ გაგიკეთე მოკლავ. ჩვენად მოკლავ. ევას თუ გაიკეთებ, იმიტომ ფორმას რა როგორ გამოიყენებ და რა ინტენსივობით, მაგას აქვს მნიშვნელობა. ისაც გადაღებულია როგორ ასხავენ ამ წყალს, რამდენს ასხავენ ამ წყალს, როგორ ხდება ეს ადამიანების თვალებში, ყურში, პირში და ასე შემდეგ. რაც მე რა კლინიკური ნიშნებიც ადამიანებს ჰქონდათ, მათ შორის ჩემი ჩათვლით, რომ 3 თვე, 4 თვე დაახლოებით ვიხჩობოდი ემახველებდა და პლუს 3 დღე ცეცხლი მეკიდა და ეს არანაირი დროებითი ეფექტი არ იყო, 3 დღე რო ცეცხლი კიდე ეგ დროებითი ეფექტი არის, დროებითი ეფექტი არის, რამდენიმე წუთში უნდა გაგიაროს. ეს უკვე ნიშნავს, რომ გამოიყენეს რაღაცა ნივთიერება, როგორც ქიმიური ნივთიერება. კამიტი არ იყო, რაღაცა სხვა იყო. მაგას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ რაღაცა ისეთი გამოიყენეს, სადაც ჰქონდა ქიმიური იარაღის გამოყენების ეფექტი, მის ფორმასა და ინტენსივობას. ესეც გასაგები უნდა იყოს. და მესამე, მე რო სახში წავედი იმ გაწუწვის მერე და ქუთუკი გავიხადა სადაც მივაგდე, მე იმდენად დაყროლებული ვიყავ, იმით რომ სუნს ვეღარ ვგრძნობდი ამ იმის და ზუსტად მახსოვს ამ დილა იყო გამთენიისას, რომ ნატა ადგა და ეს ჩემი ქუთუკი აივანზე გაიტანა და სუნი იდგა ხო ან მთელი სახლი ყარსო, ანუ დიდ ოთახში დავკიდე მახსოვს კამზე მივაგდე, რომ ვიცოდი რომ ცოტა ხანმა დამეძინა, მე შხაპი და ისე որ გარეთ გამოსულიყავი და უბრალოდ მივაგდე, აღარ ჩადაც, აღარ დამიბინავებია და ნატამ გააგდო აივანზე და ყარსო მთელი სახლი და მაგ ეგ ჩოლები დანაშაულია. მე მე გამწუწე რაღაცა ქიმიური ნივთიერება და რაღაცები გაწუწე. მე დემონსტრანტი ვარ პირობითად და თუნდაც რაღაცა არ ვიცი, რაღაც არის შეიძლება რაღაცას ვაშავებდი ან რაღაცა და რავი, თუნდაც ლეგიტიმურად გამოიყენე ჩემ წინააღმდეგ რაღაცა ეს რაღაცა ისა. სახში ჩემთან რო ხალხი არ არის, იმას რა სერჩი. აუ, ჩემი შვილები რა შუაშია, ჩემი ცოლი რა შუაშია. ისეთი სუნი იდგაო, შემოდიოდაო ერთ-ერთი ჩემი ოჯახები ხო არის, შენს გეყოლება ოჯახები, სადაც გაყოფილია და ოცნების ხადაჭერი შეიძლება იყოს, რა შუაშია ვიღაცა მიუტანა და იმას წამლავს სახში გაგვატანეს ქიმიური იარაღი, რომელთაც ის ადამიანები დააწამლეთ, რომლებსაც პროტესტთან საერთოდ შეხება არ ჰქონია. ცხოვრობდნენ, სტუმარი მყავდა და მოხუც ავადმყოფ ქალს აბაზანაში უკეტავდითო, საათობითო, ისეთი სუნი იდგაო და მე საღადაო გახდა ერთ-ერთმა ჩემმა სტუმარმა მოყვა ისიც იქვე ცხოვრობდა და ფრინველს როგორ და რეაქცია მისცა, ანუ რა რეაქცია მისცა ამაზე და პროპაგანდა ეს გააშარჟა იმის მაგივრად, რომ დაფიქრებულიყვნენ, ძალიან კარგად ხვდებიან, რაზეც იყო რა ლაპარაკი, რომ იმდენად საშინელი რაღაც ნივთიერება იყო გამოყენებული, რომ ყველა სულიერ არსებას ყნოსვიდან დაწყებული რაღაც უმძიმესი რეაქციები ჰქონდა. ზურა მე ვიცნობ ადამიანს რომელმაც აი ჭიჭინაძეზე რომ მოგვასხეს ჩემ გვერდით იდგა და ერთ დღეში დააკდა თვალში დაახლოებით 1.5. ანუ შეასხეს მათ შორის თვალებში მოხდა და 1.5 დაკარგა. მე ვიცნობ ადამიანს, ჩემი მეგობარია, რომელსაც არც კი ვიცი, ხა აღარ მეკითხავს ციხიდან რომ გამოვედი, მაგრამ რო დამიჭერს, მაშინ ჯერ კიდე ქონდა ეს უნებლიეთ ცხვირიდან სისხლდენა. აი უნებლიეთ უცებ ეწყებოდა ცხვირიდან სისხლდენა. ეხლა სიმართლე დამავიწყდა და გამახსენდა ხა, კაი რომ მოვიკითხავ, მაგრამ უნებლიეთ სისხლდენა გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. მე რო დამიჭერს, მაშინ ჯერ კიდე ქონდა. ძალიან მძიმე ამბებია. გამოსავალზე მითხარი რა. მითხარით დავიცავ მაინც ამ ენას სატელევიზიოს ოფიციალურს.
ეს საქმე, რომელიც ახლა დაკიდეს ესე რა მნიშვნელობა აქვს, ხო, ჩვენ ვიჯერებთ, არ ვიჯერებთ, მათ უნდათ ისევე როგორც ოლუკიანის კომისიის გამო ამოგაყოფინეს თავის ციხეში, ეს საქმე, რომელიც როცა დასჭირდებათ, იმ შემთხვევაში გააქტიურდება. და აი ამ ფონზე დგება 2026 წელი და ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს იყოს გამარჯვების წელი. ამ კრიმინალებს, მაფიოზებს, რომლებიც ასე იატაკქვეშეთში რაღაც გავლენებს ინაწილებენ, თურმე მკვლელობების დამგეგმავი მთლად მთავარი პროკურორი ყოლია ეხა გვიცხადებენ. ყველა პრემიერი კრიმინალი იყო, თავდაცვის კრიმინალები. როგორ ვერ? მე მგონია, რომ ერთი რაც ჩანდა იქიდან არის ის, როცა ადამიანებს უსვამმა კითხვას, ადამიანები მაგაზე სხვადასხვა პასუხს გაძლევენ, მაგრამ ამ პასუხების ერთობლივად ჯამში ყველა არის სწორი. ადამიანები ამბობენ, რომ გჭირდება ერთობა. ადამიანები ამბობენ, რომ გჭირდება ალტერნატივის ჩვენება. ადამიანები ამბობენ, რომ გჭირდება რაღაცა ერთად დგომა. ადამიანები ამბობენ, რომ გჭირდება უფრო გასაგები ხედვა, როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. ეს ყველაფერი არის სწორი და ეს ყველაფერი არის სიმართლე. საბოლოო ჯამში ამოცანა არის. ერთი ამოცანა რაც არის, რაც მინდა ყველას უთხრა, იმიტომ რომ ყველა ამაზე მელაპარაკება ეხლა რომ რა მაგარია რომ გარეთავარ და რაღაცა. ერთი რაც უნდა ესმოდეს ყველას, რომ საბოლოო ჯამში ისეთი პოლიტიკური პროცესია და საწყები, რომელიც გამარჯვებამდე მიგიყვანს, რომელიც იქნება დაახლოებით მსგავსი იმისა, როგორც არის ეს პროტესტი. სადაც ერთი ადამიანის დაჭერა, 5 ადამიანის დაჭერა, 10 ადამიანის დაჭერა, 20 ადამიანის დაჭერა არაფერს არ შეცვლის, თორე ყველას უნდა ესმოდეს, რომ ხა როგორი იმედებსაც არ უნდა ამყარებდნენ ჩემზე და რაღაცა ის არა ვარ მე რაღაცა თეცხენზე ამხედრებული ისა. ჩემზე თუ იქნება ჩამოკიდებული მე დამიჭერ, მე ისაც დამიჭერე, ასაც დამიჭერე, მაგრამ ჩემზე თუ იქნება ჩამოკიდებული, ჩემზე კი არა, 5 კაცზე თუ იქნება ჩამოკიდებული, 5 პოლიტიკოსზე თუ იქნება ჩამოკიდებული, 5 პოლიტიკოსს დაიჭერენ. 10 პოლიტიკოსზე იქნება ჩამოკიდებული, 10 პოლიტიკოსს დაიჭერენ. აუ ეს პროცესი უნდა იყოს ისეთი, სადაც ეს არ იქნება ჩამოკიდებული რამდენი ადამიანზე. ერთიანობაზე საუბრობთ ეხლა. მე უბრალოდ არ ვიცი ერთიანობის გარეშე რა შეიძლება აკეთო. არაფერს ძალა არ აქვს ერთიანობის გარეშე. არაფერს ძალა არ აქვს რეჟიმთან დაპირისპირის პირობებში. ერთიანობის გარეშე შეიძლება აკეთო, რა ვიცი, საკუთარი თავის პიარი, საკუთარი პოლიტიკური პარტიის პიარი, რაღაცები შეიძლება აკეთო ერთიანობის გარეშე, მაგრამ თუ ლაპარაკი არის რეჟიმის დამარცხებაზე, რეჟიმის დამარცხება ხდება მარტო შანსი ჩდება და დამარცხება კი არ ხდება, შანსი ჩდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ძალებს ვაერთიანებთ. იმიტომ ჯამში ხა მზაობა აქვთ, ვისაც ესაუბრებთ. ნუ ბევრად მეტი ვიდრე სანამ დამიჭერდნენ იყო. ეგ შემიძლია თქვა, იმიტომ რომ ყველა შევხვდი, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს შევხვდი, უმეტესობას შევხვდი, ნუ ერთი დამჭა ხვალ მაგ ერთი შეხვედრა, უმეტესობას შევხვდი აქტიური ჯგუფები რაც არის, მათ შორისაც დავინახე და გამეხარდა არის რაღაცნაირად კონსოლიდაცია მოხდა ამ აქტივისტურ ჯგუფებში და რაღაცა თავიანთი დიდი ჯგუფები აქვს შექმნილი. ეხლა ის დიდი ჯგუფების ჩემი აზრით გასაერთიანებელია. მე მგონია რომ იქიდან რაც ჩანდა, ნუ ყველაფერში ვეთანხმები ხოლმე როცა იძახე რომ ალტერნატივის ჩვენებაც მნიშვნელოვანია. რაღაც ესეც მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რაც იქიდან ჩანდა, რაც აკლია პროცესს არის ერთი ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სწორი სტრატეგიული ხაზები გვაქვს, როცა ვამბობთ, რომ არ თანამშრომლობა, გარედან წნეხი და პროტესტი არის სამი რაღაცა, რაც უნდა ვაკეთოთ, არ ჩანს ამ რაღაცებს, რომ ვაკეთებთ, წინ მივდივართ, უკან მივდივართ, თუ ერთ ადგილს ვკეპნით. ანუ მოსაფიქრებელი არის, როგორ უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ რაღაცებს ვაკეთებთ, ჩვენ ახლა წინ მივდივართ. რომ ჩვენ ძლიერდები და რეჟიმის უსტება, რომ რაღაცა პროგრესი გვაქვს. სანამ არ მოვიფიქრებთ, როგორ ვაჩვენოთ ადამიანებს ყოველდღიურად პროგრესი, რომ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, წინ მივდივართ და არაერთ ადგილას გაგვიჭირდება. როგორც კი პროგრესს ვაჩვენებთ, მოვიფიქრებთ, როგორ ვაჩვენოთ პროგრესი და ახლა უბრალოდ არ მინდა შენთან ეთერში მოვყვე, იმიტომ რომ რაღაცა ის უნდა იყოს ჩემი საერთო ამბავი, თორე იმათ რო ველაპარაკები, იმათ ასაც ვისმენ და ჩემასაც ვეუბნები და მანდაც რაღაცნაირად კონსენსუსი მგონია, რომ შესაძლებელია შეიკრას, როგორ შეიძლება ეს პროგრესი ვაჩვენოთ, რომ წინ მივდივართ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამარჯვებები გჭირდება. პატარ-პატარა და დიდი გენერალური. პატარ-პატარა გამარჯვება არის, ეგ რომ პროგრესს აჩვენებ, რომ აი ჩვენ ამას რო ვაკეთებთ, რაღაცა ვიზდებით ჩვენ და ძლიერდებით ჩვენ და ამითი რეჟიმის უსტება. და მეორე ამბავი, რაც ცოტა გაუგებარია ასევე არის, როცა ვამბობთ, რომ ფინალური ამბავი არის ის, რომ რეჟიმი ჩამოიშლება, მან არის გაუგებარი, რომ რანაირად უნდა მივხვდე მე, რომ ეს რეჟიმი იშლება. ანუ ბუნებრივად გიშლება კითხვა, რომ გუშინ რატო არ ჩამოიშალა, დღეს რატო არ ჩამოიშალა, ხვალ როგორ უნდა მივხვდე, რომ იშლება. ანუ რანაირად მივდივართ მაგ ჩამოშლამდე, ეგ არის ცოტა გაუგებარი და მანდაც ну, რა ვიცი, ხა მაგ ეგეც ისეთი რაღაცა არის, რაღაცა აპრობირებული, ბევრი სხვადასხვა ტიპის სტრატეგიები არსებობს, როგორ შეიძლება გააკეთო და არსებობს რაღაცა ნაცადი, შესწავლილი, არაძალადობრივი წინააღმდეგობის შემთხვევაში, როგორ მიდიხარ მაგ ჩამოშლამდე და რანაირად დგება ეგ აქტი და მაგაზეც ხა ვისაც მე ველაპარაკები, რაღაცნაირი კონსენსუსი მაგაზეც არის, რომ ვეუბნები, რომ აი ეს არის ამბავი, თავარი ფინალური და ეს ადამიანებს უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არის, მაგაზეც რაღაცა ტიპის კონსენსუსი არსებობს. ყოველ შემთხვევაში მაგის ალტერნატიული არავის არაფერი არ უთქვამს ჯერჯერობით
განსაკუთრებით ჩემთვის და მათ შორის ვიღაცები ვნახე, ვისაც იგივე ლიტერატურა აქვს წაკითხული და ზუსტად იგივე აზრებამდე არიან მისული, ძირითადად აქტივისტურ ჯგუფებში. დღეს ერთ-ერთი შეხვედრიდან, ლაკას აქციიდან მოდივარ, მაგრამ ლაკას აქციამდე ვიყავი, ერთ-ერთი ეგეთ შეხვედრა, სადაც პრეზენტაციაც ქონდათ აწყობილი და რა ლიტერატურასაც დაეყრდენ, ზუსტად ის არის, რაც მე წავიკითხე და იქიდან აქვს ზუსტად აღებული, იმიტომ რომ რა ვიცი, მსოფლიო გამოცდილება არის და ველოსიპედი მან ჩემს არ უნდა მოვიგონოთ. ამიტომ აი მაგას კარგად გასაგები რო იყოს აი მაყურებლისთვისაც ივანიშვილი რას აკეთებს, გამოვიდა რაღაც არ ვიცი, თვეების წინა თქვა რომ ეხა მე მივიღებ რუსულ კანონს პირობითად რა. ამას მოყვება ისო ხალხი გამოვა ქუჩაში. ეს ხალხი ამ ქუჩაში გამოსვლით დაიღლება. მან შეცდა. მაგრამ ნუ იწინასწარ მეტყობა რომ ეს მოხდებოდა. შეცდა იმაში რომ ეს ხალხი არ დაიღალა, თორე რაც იწინასწარ მეტყობა ის მოხდა. ამის შემდეგ ესე რომ დაიღლებიან, მე დავიწყებ და აუგზავნავ საერთოდ პოლიტიკურ პარტიებს და ვიღაცები ვინც დაიმორჩილებიან, იმათ დაუძახებ აგენტებს და საერთოდ ჩავსავ ციხეში. და რა ვიცი ხა აი კოცი რო ხარ ამას რო უყურებ რა გასაგების სტრატეგიაა რომ ეს კაცი ხა ამას აპირებს მე ამას აპირებს და ის ამ გასაგებ გზას მიყვება ჩვენც გჭირდება ესეთივე გასაგები გზა ადამიანს უნდა უთხრათ ჩვენ ახლა ვაკეთებთ აი ამის შედეგი ჩვენთვის იქნება ესე შეგვიძლია დავინახოთ რომ ამას მივახციეთ და წარმატებას მივახციეთ შემდეგი იქნება ეს ამას გავაკეთებთ ამას რომ მივახციეთ ამის შემდეგ გავაკეთებთ ამას და აქ მივალთ ფინალში და აი აქ როცა აი ამამდე მივალთ მე რეჟიმი ჩამოიშლება თუ ეგეთ გასაგებ გზას ვაჩვენებთ ადამიანებს არცადეს არც ბრაზი არ წასულა, არც რაღაცაების პროტესტი არ გამხრალა ადამიანებში, პირიქით, ჩემი აზრით ეს მზარდი არის და იზრდება და მაგას ბევრი რამე აჩვენებს, რომ მზარდი არის, აი რაღაცა ის დურაკული ისო ჩაწერა, რაღაცა ვიდეო ფასებზე, ხო? ეგ ხო მაგის ინდიკატორია, რომ ანუ ახალი წელი მოდის ადამიანებმა დანაზოგები აკეთეს რომ რაღაც საახალწლო სუფრაზე ელემენტარული რაღაცა დათვლილი ქონათ გონებაში რომ მე ხა აქ დავდებ რაღაც გოზინაყი მინდა, ჩურჩხელა მინდა, რაღაც იმაზე გოჭზე და იმაზე უმეტესობა შემთხვევაში ცხადე საუბარ არის, შეიძლება რაღაც არის ნიგზიანი ბადრიჯანი, რაღაც მე დედაჩემის მენიუ მახსენდება, დედაჩემისთვის რა იყო მინიმალური სტანდარტი, ვისაც 90-ებში ვალს იღებდა ხოლმე რომ ახალ წელს რაღაცა ყოფილიყო, ეგ ქონა ადამიანებს თავში წარმოდგენილი და უცებ აღმოჩნდა რომ ფასები ისეთი გაზრდილი იყო რომ გავიდნენ ამ რაღაცების საყიდლად რომ ვერ იყიდეს ყველაფერი და იმათ კვლევაში ამოუვარდა რომ ხალხი არის გაბრაზებული, იმიტომ რომ ფასები არის გაზრდილი და გამოვიდა და ჩაწერა ადამიანებს რომელსაც არ ესმით ზოგადად ფასების რაღაცა როგორ დგება რაღაცა და არ ესმით ისო სინამდვილეში ამ ქვეყანაში ერთადერთი ინსტიტუტი რომელიც პასუხისმგებელია ფასებზე ეს არის ეროვნული ბანკი და წესით თურნავასთან უნდა ქონდეს პრობლემა რომელიც მორჩილებაში არის რეჟიმის და მაგიტომაც არის რომ ქვეყანაში არის მაღალი ინფლაცია მუდმივად იმათ უთხრეს რომ იმისავით ხო სტალინივით რომ აი რაღაცა უფროსმა იცის თქვენი წუხილები და ეხა რაღაცა გამოძიებას დაიწყებს იქ პარლამენტში საგამოძიებო კომისია რაღაცა და სუპერმარკეტებში დაერევიან და ფასებს დაწერენ და არაფერი გადააგორებენ მე ახალ წელს და ცხადია არც სუპერმარკეტებში შევარდებიან კომისია შეიძლება შექმნან იმიტომ შოუ დადგა რომ ვითომ რაღაცას მართლა იძებენ მაგრამ ამის შემდეგ არაფერი იქნება ეს გავლილი გქონდა ღარიბაშვილმა გააკეთა ადრე თუ გახსოვს პურის ფასი რატო გაიზარდაო და დაავალა კონკურენციის სააგენტოს გამოიძიეო და 2 წლიანი სასაცილო პირველებს ჰქონდა ძალიან კარგი რეპორტაჟი იყო შედეგი რომ გამოვიძიეთო და გონივრული გადაწყვეტილება მიიღესო რომ გაზარდესო ხო ეხა უბრალოდ მაგ მიზეზით შეიძლება ვიღაცები ისევ აგორებენ ანუ ახალწლებს აგორებენ რომ ხალხი გაბრაზებული ხალხი გადააგორეს ხო ახლა იფიქროს რომ მე კი ვერ დავდე დღეს ჩემს ახალწლო სუფრაზე ნიგზიანი ბადრიჯანი მაგრამ სამაგირო თურმე აი უფრო ცოდნია ბატონმა იცის და ბატონი მიხედავს და შემდეგ ახალი წესის მექნება რა ეგ არის მეტი არაფერი არ არის ანუ იმათაც იცია რომ ხალხი არის გაბრაზებული კი ზურა მადლობა მინდოდა რომ კარგი წელი ყოფილიყო გამარჯვებების წელი მაგრამ იმედით დავასრულებ რომ შემდეგი იქნება გამარჯვების უკეთესი წელი და მეც ვფიქრობ რომ აი ყველანაირი წყენები აქეთ მხარეს მდგომი ადამიანები ვინც არ უნდა ვიყოთ უნდა გადავდოთ ალბათ გვერდით ყველანაირი ძველი გაუგებრობები წყენები დაპირისპირებები და ხო ერთიანად უნდა შევუტიოთ ამ მავნებლებს ჩემი აზრით ამ მაფიოზებს წყენებზე მნიშვნელოვანი არის ნდობა რა წყენებზე მნიშვნელოვანი ნდობა იმ წყენების დავიწყებას მოაქვს მერე ბევრი რაღაც სამომავლო ნდობის აღდგენა არის მნიშვნელოვანი ნდობის აღდგენა იქ სადაც შეუძლებელი იქნება რომ სწრაფად ნდობა აღადგინო იქ მინიმუმ თამაშის წესებზე შევთანხმდეთ გადაწყვეტილებას როგორ ვიღებთ რა რომ რაღაცა ისეთი რაღაცები აღარ დაგვემართოს რაც დაგვემართა წინა წლებში ანუ სადაც ნდობა შესაძლებელია ვენდოთ ერთმანეთს სადაც ნდობა შეუძლებელია თამაშის წესებზე შევთანხმდეთ რომ აი გადაწყვეტილებას ესეღო და მე იმ წესებს დავემორჩილოთ ყველა და ამაზე თუ შევთანხმდებით ჩემს ეს არის ორი პრინციპული რაღაცა მაშინ რა ვიცი არაფერი სხვა მე ვერაფერს ვერ ხედავ
ანუ სხვა არაფერი არ არის, რაც შევა იმის გააზრება, რომ რუსებს ვებძით ყველასთან არის, ყველას აქვს ეს და მათ შორის იმის გააზრებას, რომ რუსეთს ცალკე აღებული ვერავინ ვერ დაამარცხებს, ეგეც ყველას ესმის და დანარჩენი არის ეგ, რომ უნდა ვენდოთ ერთმანეთს და თუ ნდობა შეუძლებელია, მაშინ თამაშის წესებზე შევთანხმდეთ. დიდი მადლობა. გილოცავ დამდეგს და მინდა რომ ისევ არ მომიწიოს იმის გამოცხადებამ, რომ კვლავ ციხეში აი ამ მოგონილი საქმის გამო შესაძლოა აღმოჩნდეს შენან ნებისმიერი სხვა ილუზიებში თუ არ ვიქნებით, მაგის ალბათობა ძალიან მაღალია, რომ მე შემაბრუნონ და როგორ ადამიანურ ტრაგედიებზე გაიარა პლუს ამ უსამართლობამ, ამ პატიმრობამ წეღანდე და ახსენე და აი თავისთავად წამომივიდა თავში რამდენ ოჯახში რამხელა ტრაგედია დატრიალდა სწორედ იმ პერიოდში, როცა უსამართლოდ გამოკეტილი ადამიანები 4 კედელს აწყდებოდით ალბათ, იმიტომ რომ აი რატო ვარ დაპატიმრებული კაცმა არიცი. ზურა ძალიან რთულია ინგა, მაგრამ მე სულ ამას ვიძახი ხოლმე, რომ იმასთან შედარებით, რასაც რუსები აქ აკეთებდნენ 1 საუკუნის წინ, ესენი რასაც ახლა აკეთებენ, არაფერი არ არის. 1 საუკუნის წინ ადამიანებს კეფაში ესროდნენ და მთავრდებოდა მაგითი ყველაფერი. ან ერეკებოდნენ ციმბიში და იქიდან ცოცხალი არ ვნდებოდნენ ადამიანები, ამიტომ ისევ რუსეთს ვებძით, ისევ იგივე ამბავია, ზუსტად 1 საუკუნეა გასული, იმას შედარებით, რაც მაშინ აკეთებდნენ, რთულია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. არც ციხია მარტივი, არც ჯარიმებია მარტივი, არც წამებების სატანა მარტივი, მაგრამ იმასთან შედარებით, რასაც რუსები გვიკეთებდნენ 1 საუკუნის წინ, ეს ყველაფერი არაფერი არ არის, ეს უნდა ახსოვდეს ყველას. ბედნიერი გამარჯვებების 2026 წელი. კარგად იღავით.